მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში, სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, დალაიქით ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ასევე გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ ბევრი საინტერესო ვიდეო. ესე იგი, თერმობინტი უნდა გადავახვიო, დაუნფაიპი მოვხსენი, ბზარი, მაგას დავადუღებ. კიდე, აი ეს პრაკლატკა უნდა შევცვალო, აი ეს. და ტურბოს ამბოვი გაიმართება და მე წავალ დავანასტრო იქით. ეს ჩვენი ტურბო. მოხსენი კოლექტორი, მოხში ყველაფერი და უნდა დავადუღო. აღმოვაჩინე, რომ კოლექტორს აქვს ბზარი და უნდა დავადუღო. მოვიტანე კოლექტორი დასადუღებლად, ეხლა დავადუღო და მივაყენე გარემ დღეს. დადუღდა, ეხლა მივდივარ, გადავახვევ ამას და მივაყენებ თერმობინტი და ხამუდები ვიყიდე, უნდა გადავახვევ კოლექტორს. შევფუთე რასაკაიფოდ. ესე იგი, მეჩიკით ხახს ვაკეთებდი და მოწყდა შიგნით მეჩიკი, რა მთლიანად. ტურბო მოხსენი, წყალი საკაიფოდ დაიქცა. ესეც ჩვენი ტურბო, ჩვენი მეჩიკი, სადაა ჩარჩენილი და უნდა ჩავარეზბინო 10-იანზე რა. ჩაგადინზე უნდა მოიჭრას ეს, უნდა ჩაირეზბოს, რომ მე ეს წავიდეს, ესე მოეჭირება. აი როგორც ესაა. ესე დადგება აქ და всё ეგ იქნება რა. მოვარგე ესე იგი კოლექტორი, ქვემოთ დარჩა ერთი ვიხლოფის ამბავი. ის ფაიპი და всё რა და დავკუქ. დღე მეორე სამწუხაროდ გუში რომ ავაწყე მანქანა. ტურბო ისევ აპარებდა და დასაშლელია თავიდან და დავშალო სხვა გზა არა. დავამუღამე რომ აი ეს ზეთის შლანგი, ანუ ზეთის გაგრილება ტურბოსი არის გახეული რა, ხო და ესეთი უნდა გავაკეთებინო. თორე ეს რო არ გავაკეთებინო, რომ გაჟონოს აქედან ზეთმა სავარაუდოდ გაჟონოს კიდევაც და მართალია ყურადღებით კი ვარ ზეთთან დაკავშირებით, მაგრამ რომ გაჟონოს თავს თუ გავძრავს რა. ხო და ნახდა დარმასყოს რა ვიშტუკი ხო შევცვლი ამას. მოხსენი შლანგი და უკვე წავიღებ გასაკეთებლად. ანუ ახალი უნდა გააკეთონ რა. მოვედი, აი, რავი, რენოსტრანტთან არის მითხრეს ბიჭებმა და ეს არმინებული შლანგი უნდა გავაკეთებინო. პროსტა დავაუზდებ სადკეთ ხდება რა. ეს ადგილი, აი აქა. მივაყე ხა. ნახოთ, როგორ გააკეთებენ აბა. შლანგი მზადაა, რავი, 1-2 წუთი დასჭირდა დაახლოებით, ამის გააკეთება. პროსტა შიგნით ვიდეოს გადაღება არის შეიძლება და მაგიტომ ვერ გადავიღე. ეხა მივდივარ უკვე მანქანასთან. განახებთ როგორი გამოვიდა რა რეალურად. ესე გამოიყურება ახალი შლანგი და ნახოთ აბა როგორი იქნება. ფაიპი მოვარგე. ეხა დარჩა ქვემოთ ცლივა, აი ეს ქვემოთ კოლექტორი. და всё რა წყალშავას ხა. მე მგონი გაიმართება ბოლომდე. ნახოთ. ისევ აპარებს და გაზდის უკანა მეოთხე ცილინდრიდან კოლექტორს სავარაუდოდ. და კიდე დასაშლელი არის სამწუხაროდ და მოვიტანა ტვინი.
ბევრად ლამაზია. აუ, როგორ ყვით ნახეთ წყალს რა. თორმოს შლანგიდან ყვრის სავარაუდოდ და ეხლა მოვდიოდი აუ იქ აღმართია და სულ ჩამოგორდი და ჩამქრალი. ალბათ ხო გავაკეთე. ნახოთ თუ ჩამოვაღწე და გავაკეთებ რა ხვალ ალბათ. აიწყნის მილი საიდან გაზდისო რო ვიძახდი. ვიცოდი დაახლოებით საიდან გაზდიოდა, მაგრამ აი აქ არის. საიდან გზაპარებს რა. ეს ჩვენი შლანგი გაკეთდა. ეს პროსტა არმირებული ვერ გაკეთდა, იმიტომ რომ აი აქ კედელზე ედებოდა. აი განახეთ. აი აქ კედელზე ედებოდა რა. ესეთი გაიკასავით უნდა წავიდეს, რომ მოეჭიროს და არ ეჭირებოდა რა. შესაბამისად დავაყენეთ ეს მინუ და ცეცხლ გამძლე არის ეს რა სოსის იმით რომ ხო და ეს დადგა არმირებული თავარია ესა ცხელ კოლექტორს ესედებოდა რა. ნუ ესეც თავარია, პროსტა ეს იმდენად არ ედება კოლექტორს არამეს ცხელს რომ დაწვას რა. შესაბამისად ეს უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ჩემთვის. მოვიტანე შლიფუკაზე კოლექტორი, ვერსად ვერ გამიკეთეს, იმიტომ რომ მყარად დაჭერა უნდა და ერთი ადამიანი იყო, ვინც დამეხმარება ამაში. გამარჯობა მას. გადავწყვეტ ესე დავამაგროთ, არ უნდა იმოძრაოს კოლექტორმა და მყარად უნდა იყოს. მოკლედ ეს გაკეთდა და სახლში დამრჩა არმირებული შლანგი და დამავიწყდა და უნდა წამოვიდო. წავედი. აწყობა. ნუ თითქმის ყველაფერი გამომზადე, დარჩა მარტო ფაიფი, ქვემოთ სლივა, დაუნ ფაიფზეა მისაერთებელი კრუშტელი და всё. ნუ წყალნა ჩავასხა და მორჩა. გამოვიყვანე და მოგვარდა პრობლემები. ფაიფების მოხსნა უნდა დავიწყო და გავრეცხო რა სახლში ამოქვს. კულერსაც გავრეცხო შიგნიდან. ლაიქა მას და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარზღილაკი. მოხსენი ესე იგი ფაიფები ყველაფერი. გავრეცხო რა. ბენზინით გავრეცხო რომ მომზადო ნასტროიკისთვის. ბევრი აღარ დარჩა. მოვარგე ფაიფები ყველაფერი. დარჩა კულერის სამაგრე. რა ხდება აქ? აქედან ერთი პალასაა გავაკეთე ესე და აი ესე წამოვა ერთი. აქ მივადუღებ და აქ ბოლტკაიკაზე ავიყვან. აი ესეთი კაი საკიდი გამოვა რა, თორე კატლას მოსამაგრე.
ესეთ სამაგრი ესეთი იქნება. ეხლა მანქანას ამივამალ და პედალურად განახეთ როგორია რა. ესეც ჩვენი სამაგრი. აი ბოლტკაიგაზია ვიყვანე, აქ დავასვარგე. ესე იგი, ბექა მეუბნება რომ გამოდიო 2 დღეა დაახლოებით რა. ენა ყოველ ნახევარ საათში წერს რომ გამო რაღაც ამაკ მოსაცემია და რაღაც რა. ხოდა მივდივარ ეხლა, მაინტერესებს ერთი რა ბოდებს გულში. ხანი გამიწერეთ გასასავში ეგი. ვახ რა შვება აი. 5 ჯერ გადავიფიქრე მე ჯერ თუ არა კარგი. ვიცი არ ვიცი. ჭუჭყიანი იყო. მე გავწმინე მეთქი, ჩემზე ხო დავხენო. უკა. ავრო. პატივისცემას უნდა უპასუხო, ეგ არისო. მოიზადეთ. ეგზე აქ არის. ატრაკე. არ ვადრაკე. შეჭეთლა ხო არ გადაო. ისი ამოვნე. აი განასწორია. აფორმისა. აქედან წამოვიდა. თავიდან ისე ამაზე ეყინა, რო იცოდეთ. თავიდან ამაზე ეყინა. შავი იყო. აშვებო, მიდი წადი